აი ასე მოუყვებით ხო, ჩვეულებრივი ღობეა და უცებ გაიხედები და აი აქვე შეხედეთ. ეს არის რუსების გაგებით სახელმწიფო საზღვარი. აი სად გაატარეს, უყურეთ. აი ესე გაყვეს სოფლები, აი ესე დაყვეს უბნები, აი ესე დაყვეს ოჯახები. და აი ესე მე რო ეხლა მოვინდომო ამ ღობეზე გადასვლა, ხო? ციხეს ჩავსვამენ 6 წლის ტანკი და შეიძლება, რა ვიცი, მესროლო უნდა მომკვანკიდეც. აქვთ ამისი უფლება ჩემს სახელმწიფოში და აი დააყენეს იქ. წარწერა რომ ეს არის უკვე უცხო ქვეყანა, ეს საქართველო აღარ არის. აი, რასაც ჩვენ იქ ვხედავთ იმ დამწვარ სახლებს, ეს არის სოფელი დისევი, რომელიც ქართლის უმდიდრესი სოფელი იყო და უძლიერესი სოფელი იყო. და აი ახლა ესე არის, ესე გამოიყურება, ახლა კაციშვილი არც ერთი ადამიანი აღარ ცხოვრობს და არის გადამწვარი. მაგრამ თავარი ამბავი ის არის, რომ სადამ აი ამ ღობეს გააკეთებდნენ რუსები, აქ გამოატარეს ჯერ მავთუხლართი. და ეს მავთუხლართი ჩემი თვალით მაქვს ანახი, მოდიოდა აი აქამდე. ანუ ეს უკანა კედელი რუსებმა გამოაცხადეს სახელმწიფო საზღვრად. წარმოიდგინეთ და რა გამოდიოდა, რომ სახლი იყო გაყოფილი შუაზე და მეორე ნაწილი მავთუხლართების გადიოდა იქიდან. თუ მე შევიდოდი სიტყვაზე სამზარეულოში ეს იყო საქართველო, ხო? აი სასადილოში რო შევსულიყავი, არო შევსულიყავი საძნებელში, უკვე სხვა სახელმწიფოში აღმოჩნდებოდი.